ჩვენი დღევანდელი ბრიფინგის თემაზე გადავიდოდე. მინდა წარმატებები უსურვო ჩვენს ახალ პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს. ნამდვილად დარწმუნებულა, რომ ის ღირსეულად გაუძღობა ჩვენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი ბრიფინგის თემას. როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო განათლების და მეცნიერების მთავარი საყრდენი და სულ რამდენიმე ხანში მას 100 წლის იუბილე უსრულდება. ამ პირობებში საკმაოდ ბევრი პრობლემები დაგროვდა ჩვენს უნივერსიტეტში სამწუხაროდ და ძირითადი პრობლემა არის ფართის დეფიციტი. ამ მხრივ 14 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიდან უმეტესობა შენობა ნაგებობების გარეშე არის დარჩენილი. შენობების ნაწილი სამწუხაროდ უკვე გასხვისებულია. ჩვენ გვინდა მივმართოთ საქართველოს მთავრობას, რომ განიხილონ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების შენობა ნაგებობების საკითხი, გაითვალისწინონ როგორც ამ ინსტიტუტების, ასევე მეცნიერ თანამშრომლების და სტუდენტების ბედი. ამავე დროს ყველაზე მთავარი, რაც მიგვაჩნია ჩვენ, გამართლებულად მივიჩნევთ ავლაბრის რეზიდენციის გადმოცემას ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. დარწმუნებული ვართ ამ ინიციატივას გამოეხმაურებათ და მხარს დაუჭერთ არა მარტო აკადემიური წრეები და სტუდენტობა, არამედ მთელი საქართველო. დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ავლაბრის რეზიდენცია უკეთესი იქნება და მიზანშეწონილი იქნება, რომ გადაეცეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს. დიახ, თესეთუს გადაეცეს. იმ ფონზე, როდესაც უამრავი 14 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობა ნაგებობებია გასხვისებული, იდეალურ ვარიანტად მიგვაჩნია, რომ ეს შენობა გადმოეცეს თესეულს. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში ამ ინიციატივით მიმართოთ მთავრობას, ამავე დროს გვეგვაქვს სხვადასხვა ღონისძიებების შესაძლოა ხელმოწერების შეგროვებას დავიწყოთ. დიახ. ამაზე საუბრობდა ბატონი ლადო პაპავაც, რომ უნივერსიტეტში ფართის სიმწირეა და ცოტა ხნის უკან მანაც მიმართა, ასე ვთქვათ, რომ დამატებით შენობები გამოეყოს თესეულს. ბატონო, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივაა და აუცილებლად უახლოეს პერიოდში ხელისუფლების მხრიდანაც გამოხმაურებები იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით. არა, ჩვენ ამ თემაზე მათთან ჯერჯერობით კონსულტაციები არ გვქონია. ჩვენი ინიციატივაა ეს თავისუფალ სტუდენტთა კავშირის. ეს უკვე შემდეგი მსჯელობის საგანია, თუმცა ფაქტია, რომ ის შენობები, რაც დღესდღეობით გააჩნია თესეულს და მოგეხსენებათ, რომ 20,000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს დღესდღეობით, არ არის საკმარისი, ეს ცხადია და ნათელია. რა თქმა უნდა. დიახ. დავასრულეთ. მადლობა თქვენ. შეესაუბრა ბატონ